მედიარალის გამარჯვებული ჟურნალ თბილისელების გუნდი გახდა გუნდმა თბილისის ავტოკლუბის მიერ წინასწარ შემუშავებული 6 სახალისო ტური წარმატებით გადალახა. ტელეკომპანია იმედის გუნდი ყველაზე სპორტულის ნომინაციის მფლობელი გახდა, იმედმა რალიში მეორე ადგილი მოიპოვა. ხალხის ფავორიტმა ნიკა ლომიძემ სხვა მეტოქეებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მესამე ადგილი კი რუსთავი ორმა დაისაკუთრა. სამივე გამარჯვებულს სპონსორებისგან ფულადი პრიზები და ლუკოილის სასწავლი გადაეცა. შეჯიბრის დასკვნით ნაწილში სპეციალურად დაწესებული ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოავლინეს. ბატონი შალეკ მიშველაძე, ლუკოილის გენერალური დირექტორის მოადგილე გადასცემს მას ასევე პრიზს და რასაკვირველია მედალს, რომელსაც საპატიო ადგილს მიურჩენენ ტელეკომპანია იმედში. აპარატურას უკვე დაესხა. კიდევ რას უკაუბრ? ჩვენ მოვიგეთ! არა, აღირო მაგრები ვარ. ყველა შახანური ჩვენგან. ჟურნალი თბილისელებმა მოიგეს! იმედი ხო ჯენტლმენი არის და გოგორო პირველ ადგილას გავიდა, გამეხარდა ძალიან. საპატიო მეორე ადგილი. ემოციები არის იმაზე მეტი, ვიდრე ველოდით. რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლეთ მთავარი პრინციპები რა. ეს არის ხვედის გაკეთება და იარე დაბალი სიჩქარე და რაც მთავარი არ დალიო, არ მიიღო ალკოჰოლი. რაც მთავარია მოვიგეთ, ბიჭო.